ამერიკის შეერთებული შტატების ირანის ომი შესაძლოა განახლდეს. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე საათის წინ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნატოს ანკარას სამიტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი გაუქმებულია და რომ მას თეირანთან სასაუბრო აღარაფერი აქვს. საინტერესო ის არის, რომ ნატოს 36 სამიტმა მხოლოდ ამ მხრივ არ მიიქცია ყურადღება, დღეს უკრაინისთვისაც ბევრი რამ გადაწყდა. მოკლედ როგორ ჩაიარა მართლაც ისტორიულმა ღონისძიებამ, ამაზე ვსვლად ერეკლე პოლადიშვილი საუბრობს ერეკლეს აღამშვიდობის. ბექას აღამშვიდობისა და მიესალმები მაყურებელს. როცა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს სამიტი ისტორიული იქნებოდა, ალბათ ამ მასშტაბს არავინ მოელოდა. მაშინ როცა მსოფლიო იმაზე მსჯელობდა, საერთოდ დაანონსებდა თუ არა ტრამპი ალიანსის დატოვებას, მოულოდნელად ვითარება სხვაგვარად დატრიალდა. ვერ ვიტყვით, რომ ყველასთვის სასურველად, თუმცა საინტერესოდ ნამდვილად. ძალიან მოკლე შესავალი რომ შემოგთავაზოთ, ტრამპმა ერთ დღეში მოახერხა ესპანეთთან სავაჭრო შეთანხმების გაწყვეტაც, თურქეთისთვის სანქციების მოხსნაც, უკრაინისთვის წლობით ნახვეწნი პატრიოტების წარმოებაზე ნებართვის გაცემაც, ირანთან ომის განახლების დაანონსებაც და გრენლანდიაზე პრეტენზიების ხელახლა წამოყენებაც. მივყვეთ მოვლენებს მნიშვნელობის და მიხედვით. ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ დღეს ტრამპის ის განცხადება მოექცა, რომლითაც მან ირანთან თვეობით ნაწარმოებ მოლაპარაკებებს ხაზი გადაუსვა და 14 პუნქტიანი ნაკოწიწები ურთიერთგაგების მემორანდუმიც ნაგავში მოისროლა. მოდი ჯერ მოვისმინოთ მისი პასუხი კითხვაზე, გააუქმა თუ არა ირანთან შეთანხმება ამერიკამ და შემდგომ იმ მიზეზებზე გესაუბრებით, რაც ამ გადაწყვეტილებას ედგა უკან. ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ფიქრობ, ყველაფერი დასრულდა. მათთან ურთიერთობა აღარ მსურს. ისინი ნაძირლები არიან. იცით რას ნიშნავს სიტყვა ნაძირალა? ისინი ნაძირლები არიან. ეს ავადმყოფი ხალხია. მათ ავადმყოფი ადამიანები ხელმძღვანელობენ და ისინი სასტიკი მოძალადი ადამიანები არიან. მათ რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ კიდეც. შემთთვის ყველაფერი დასრულდა. მე შევხვდები ჩვენს მომლაპარაკებლებს, ვიცი რომ მათ კვლავ მოლაპარაკება სურთ, კარგი ხალხი არიან, სტივ უიტკოფიც და ჯარედ კუშნერიც, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ჩემზეა. ჩემთვის ირანთან საქმის დაჭერა უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა. ისინი მატყუარები არიან. მარკ რუტესთან რომ შეთანხმება დავდო, ეს ნამდვილად იქნება შეთანხმება. ისწავა და საჯაროდაც იტყვის, რაზე შევთანხმდით. ირანელები კი ასეთები არ არიან. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ ბირთვულ იარაღზე უარს იტყოდნენ. გამოვიდნენ მედიასთან და განაცხადეს. ამაზე საერთოდ არ გვისაუბრია. მათ რაღაც გონი გარეკებიათ. ჩემთვის ყველაფერი დასრულებული. ტრამპისთვის ყველაფერი ბოლო 2 დღეში მას შემდეგ დასრულდა, რაც ირანმა საკუთარი ტერიტორიული წყლების უნებართოდ გამოყენების მოტივით 3 უცხოური ხომალდი დაბომბა. ეს ინფორმაცია არა მარტო ტრამპისთვის მოლაპარაკებების შუამავლებისთვის საც კი მოულოდნელობა იყო, ანუ ტრამპისთვისაც და მისი შუამავლებისთვისაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ არც ერთი ხომალდი ირანს საფრთხეს პირდაპირ არ უქმნიდა და თან ერთგვარი ზავისა და აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესის ფონზე თეირანის მხრიდან მსგავსი რამის გაკეთება ფეხში ტყვის სროლას ჰგავდა. თუმცა მოხდა ის, რაც უკვე ყველამ ვიცით და ამას საპასუხო შეტევებიც მოჰყვა. ამერიკულმა მხარემ 80-ზე მეტი ირანული ობიექტი დაბომბა და ქვეყნის სანაპირო ზოლს კიდევ ერთხელ გაუკიდა ცეცხლი. ესეც არ ეყოფოდა ტრამპს და ირანს ნავთობის გაყიდვაზე მოხსნილი სანქციებიც ისევაც დაუწესა. სულ ცოტა ხნის წინ კი თავად ტრამპმა დაგვიანონსა, რომ ამაღამ ის ირანზე შეტევა სრულიადაც არ გამორიცხავს. მოხდება თუ არა ეს, ან რაბედიელის ჰორმუზის სრუტეს, ეს არ ვიცით, მაგრამ ბირჟაზე ძლივს $70 ჩამოცილებული ბარელი ნავთობის ფასი რომ ისევ $80-მდე ავიდა, ეს შეუტანელი ფაქტია. და ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს. არსებობს ომის განახლების რეალური და საფუძვლიანი მოლოდინი. ნატოს სამიტზე მხოლოდ ეს ერთი ომი რომ არ იქნებოდა განხილვის თემა, ეს ყველა მიცოდა, რადგან ანკარას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც სტუმრობდა. თუმცა ის რომ სრულიად არსაიდან ამდენთვიანი თუ უკვე წლიანი ხვეწნამუდარის შემდეგ ვაშინგტონი კიევს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სარაკეტო სისტემის პატრიოტების საკუთარ მიწაზე უკრაინაშივე წარმოების უფლებას მისცემდა, ამას ნამდვილად არავინ ელოდა. მოდი მოვისმინოთ ტრამპის განცხადება და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვფიქრობ დღეს ვისაუბრებთ და რაც ამბავი ჩიტმა მომიტანა, არის ის, რომ ჩვენ უკრაინას მივცემთ პატრიოტების წარმოების უფლებას. ვუჩვენებთ, როგორ ააწყონეს ეს სინამდვილეში ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ მის სირთულეს სწრაფად აუღებთ ალყოს.
უკრაინა მართლაც მარტივად აუღებს ალღობს ამ ტექნოლოგიას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას სხვა გზა არც აქვს, რადგან საკუთარი თავის დაცვა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გავეშებული პუტინის წინააღმდეგ, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პატრიოტის ტიპის რაკეტები კი ქვეყანას საშუალებას მისცემს ბალისტიკური რაკეტების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს და რაც მთავარია, აღარ მოუწიოს თეთრი სახლის კართან ხვეწნამუდარით დგომა, რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა იყო. სულ აღარაფერი რომ ვთქვათ იმ რეპუტაციულ ამაღლებაზე, რაც მსოფლიო თვალში უკრაინისთვის უკვე გარანტირებულია. ცხადია, ტრამპს ზელენსკისთან საუბრისას არც მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე საუბარი დავიწყებია. მან მედიას განუცხადა, რომ როგორც პუტინი, ისე ზელენსკი ერთმანეთთან შეხვედრისთვის მზად არიან და რომ იმედი აქვს ეს მალე მოხდება. ოღონდ სად? ესაა ახლა გასარკვევი. სხვადასხვა შტატების ლიდერმა პუტინთან ამ საკითხზე ბოლო საუბარიც გაიხსენა. ეს კი ისეთი საინტერესო, თან ირონიული და კარგი მომენტი იყო, არ შეგვეძლო პირდაპირ თქვენთვის არ გვეჩვენებინა. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, მე მინდა რომ ჩვენ შევხვდეთ მოსკოვში. მე უთხარი არ მგონია მეთქი. მე ხომ ზელენსკის ადგილასაც უნდა წარმოვიდგინო თავი. მე ეჭვება მას მოსკოვში ჩასვლა სურდეს. ისე ჩახვიდოდით? იცით, გამიჭირდებოდა. უკვე იმდენი დრონი დაფრინავს იქ, მგონი საშიში იქნება. მართლაც რთული იქნებოდა იქ ჩასვლა. წარმოიდგინეთ, 4 წლის წინ, თებერვლის ბოლოს პუტინი კიევიდან მსოფლიოსთვის თითის საქმნებად ემზადებოდა. ახლა კი მისი ქვეყნის დედაქალაქში ჩასვლა სახუმაროდაც აღარ ყოფნით ზელენსკისა თუ ტრამპს. თურქეთის დედაქალაქში მყოფმა ტრამპმა დრო სხვა საკითხების განსახილველადაც გამონახა, ვისთვისაც კარგი სურდა ის კიდევ უფრო გაახარა, ხოლო ვინც თვალში არ მოსდიოდა, ის კიდევ უფრო გაამწარა. მაგალითისთვის, უკრაინის მსგავსად ბედნიერი დარჩა თურქეთის ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, რომელმაც შტატების ლიდერი 2020 წელს ისევაც ტრამპის მიერ დადებული სანქციების მოხსნაზე დაითანხმა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ რამდენიმე თვეში შესაძლოა F-35 ტიპის გამანადგურებლები მიიღოს და როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში პოზიციები სერიოზულად გაიმყაროს. სამაგიეროდ მადრიდში ხელცარიელი კი არა, ეკონომიკურად დაზარალებული დაბრუნდება ესპანეთის ლიდერი პედრო სანჩესი, რომელზეც ისედაც დიდხანს ედგა თვალი ტრამპს და ბოლო-ბოლო დღეს მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა აშშ ესპანეთთან სავაჭრო პარტნიორობას შეწყვეტს. ვერ ვიტყვით, რომ ამას არავინ მოელოდა, თუმცა ამ ფორმით და ასე სწრაფად, თანაც ასე პირდაპირ ეს მართლაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა განსაკუთრებით ესპანეთისთვის. ბოლო-ბოლო 50 მილიარდს აღწევს ამ ქვეყნების სავაჭრო პარტნიორობა. მოკლედ, ვიღაცებმა მოიგეს და ვიღაცებმა წააგეს, თუმცა ეჯგარეშია, რომ ანკარაში გამართული ნატოს 36 სამიტი საკმაოდ საინტერესო გამოდგა.